ბევრი სპორტსმენის შესახებ გსმენიათ, რომელსაც აქტიური სპორტული კარიერის დროს ძეგლი დაუდგეს. 2024 წლის 8 მარტს სტამბოლის ქუჩებში თურქული და მსოფლიო ფრენბურთის ლეგენდის ედა ერდემ დუნდარის ძეგლი გამოჩნდა. ეს არის წარმოუდგენელი აღიარება. ადგილობრივი სპორტის ლეგენდის სიცოცხლეშივე უყდავყოფ. ედა ერდემი 1997 წლის 22 ივნის სტამბოლში დაიბადა და ფრენბურთის დარბაზში პირველად 13 წლის ასაკში აღმოჩნდა. მან კარიერა ბეშიქტაშის აკადემიაში დაიწყო, რომლის სახელითაც 4 წელიწადში უკვე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და კაპიტნის სამკლაურიც პირველად სწორედ იქ მოერგო. მისი პირველი მწვრთნელები იხსენებენ, რომ ედა ყოველთვის შრომის მოყვარეობით და დისციპლინით გამოირჩეოდა. 2008 წელს ერდემი ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან თურქულ კლუბთან აფორმებს კონტრაქტს. ის ფენერბახჩეში გადადის, სადაც 2028 წლამდე დარჩება. დიახ, რამდენიმე დღის წინ 2026 წლის 13 თებერვალს ედამ კარიერაში ბოლო კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს მართლაც ისტორიული მომენტია სპორტის სამყაროში. ასეთი ერთგულება თანამედროვე პროფესიონალურ სპორტში თითქმის აღარ გვხვდება. თუ ედა ერდემი ფენერბახჩეში 2028 წლამდე დარჩება, ის ერთ კლუბში ზედიზედ 20 სეზონს გაატარებს. შედარებისთვის, ქალთა ფრენბურთში ასეთი ერთგულების სიმბოლოებით იძე ჩამოსათვლელია. ერთია ნატალია განჩაროვა, რომელიც დინამო მოსკოვში უკვე 19 წელია რაც თამაშობს, ხოლო მეორე კამილა ბრაიტი ოსასკოს შემადგენლობაში 18 წელი ითამაშა. $2008 წლიდან დღემდე ედა ერდემმა ფენერბახჩესთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და სუპერთასი. 7-ჯერ გახდა თურქეთის ჩემპიონი, 5-ჯერ თურქეთის თასის მფლობელი და 4-ჯერ თურქეთის სუპერთასის მფლობელი. გარდა გუნდური მიღწევებისა, მას ინდივიდუალური ჯილდოებიც ძალიან ბევრი აქვს და აქ შეგიძლიათ იხილოთ მათი ჩამონათვალი. მოკლედ, კაპიტანი ედა ერდემი, რომელმაც საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა კლუბის ისტორიაში, აფორმებს ბოლო კონტრაქტს და უნიკალურ კარიერას ფენერბახჩეს მაისურით დააგვირგვინებს. თუმცა ედასთვის ყველაზე დიდი სცენა საერთაშორისო ასპარეზი აღმოჩნდა. ის თურქეთის ნაკრებში 2005 წელს გამოჩნდა და ეროვნული გუნდის მაისურით 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. 3 ოლიმპიადა და 2023 წელს ისტორია დაიწერა. თურქეთმა ევროპის ჩემპიონატი და ფრენბურთის ერთა ლიგა მოიგო. პირველად ისტორიაში თურქეთი ევროპის მწვერვალზე დადგა და ამ ყველაფრის ეპიცენტრში მათი კაპიტანი იყო. Parts of this magnificent event where the celebrations for Turkey have only just begun. Thank you so much for your time. Turkey are the champions and we will see you again very, very soon. მეტრი და 88 სანტიმეტრი. თავისი პოზიციისთვის არც ისე მაღალი, თუმცა კაპიტანი თამაშს საოცრად კითხულობს. ზუსტად იცის, სად და როდის უნდა იყოს. ბურთის გრძნობა, რომელიც ედას აქვს, ნამდვილად თანდაყოლილია. ამის სწავლა შეუძლებელია. ვისაც თურქეთის ნაკრების თამაშები გინახავთ, ალბათ ამეთანხმებით. მას აქვს უნარი ქაოსში სიმშვიდე იპოვოს. მაშინ, როცა სასწორზე ყველაფერი დევს, ედა ერდემი ახერხებს თამაშის შემოbrunებას. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ძალა, ეს არის ჩემპიონის მენტალიტეტი, რომელიც არასდროს ნებდება.
ჩვენ გვინახავს ფეხბურთის და კალათბურთის ლეგენდების ძეგლები. ფრენბურთელების? თითქმის არასდროს. მაგრამ ედა ერდემა ეს შეძლო, არა მხოლოდ მოგებული ტიტულების გამო, არამედ იმისთვის, რასაც განასახიერებს. ის იქცა ლიდერობის სიმბოლოდ, მისაბაძ მაგალითად ათასობით გოგონასთვის, ქალთა ხმად სპორტში. მის ქანდაკება მხოლოდ ბრინჯაოს ფიგურა არ არის, ეს არის აღიარება ქალისა, რომელიც გახდა იმედი, ძალა და ხმა ყველა იმ გოგონასთვის, ვინც ოცნებობს დიდ სპორტს. ედა ერდემს მხოლოდ თასები არ მოუპოვებია. მან სტერეოტიპები დაამსხვრია და თურქული ფრენბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. და როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეები ამ ძეგლის წინ ჩაივლიან, ისინი დაინახავენ არა ბრინჯაოს, არამედ საკუთარ შესაძლებლობებს. კაპიტნები თამაშებს იგებენ, ლეგენდები ისტორიებს წერენ, ხოლო ედასნაირი მონუმენტური მნიშვნელობის ეპოქალური სპორტსმენები სამუდამოდ რჩებიან გულშემატკივრის მეხსიერებაში.